სხვათაშორის აქვე მინდა ვთქვა, რომ საიდან კლასიკური მეცნიერება ჩვენ აქეთ გვეკითხება ადამიანებს, ახლა თუ დააკვირდებით, ბევრი კითხავს, საიდან წარმოიქმნება ფიქრი, არავინ იცის, საიდან წარმოიქმნება. აქაც ჩემი აზრით, გაცილებით მარტივად არის ყველაფერი. ანუ ფიქრი, აზრი, ფიქრი უკვე არის, როდესაც შენ ანალიზებ ფიქრს, რომ აი ეს არის ფიქრი, ეს უკვე არის რაღაც გამოსახულება, რაღაც ფორმა აქვს ამას, რომელშიც დევს შინაარსი, აზრი და გონება კითხულობს ამ აზრს. ანუ გონება კითხულობს ამას და ასე ვგებულობთ, რაზე ვფიქრობთ ჩვენ. ანუ ფიქრი არის ეს იმპულსი, რომ ფსიქოენერგეტიკული იმპულსი, ენერგეტიკა ტრანსფორმირდება, ანუ კონვერტირებულია აი ამ ფოტონური მექანიზმის მიერ კონვერტირებულია გამოსახულებაში. ანუ ფიქრების გამოსახულებებია და მე რომ ამბობ, რომ რაღაც ახალი შემეცნების მეთოდს მივაგენი, ანუ ფენომენოლოგია, ტრანსცენდენტული ფენომენოლოგია, რომელიც სწავლობს აი ამ გამოსახულებით სამყაროს ერთ-ერთი მიმართულებაა და რას გვეუბნება ჩვენ, ადამიანები, ჩვენ, ანუ ეს ფიქრები, ეს ფიქრი კი აღარ არის უკვე თანამედროვე ენით, ეს არის ფენომენი. ანუ ადამიანები აზროვნების პროცესში გამოვყოფთ ფენომენებს. და ჩვენ ამ ფენომენებით ვართ შეზღუდულები, იმიტომაც გვიჭირს ადამიანებს ახლის შესწავლა. და რას ნიშნავს ფენომენი? არის გამოსახულება, საგნის გამოსახულება. რაღაცის მაგალითად, ცეცხლი. ანუ როდესაც მე ვამბობ ცეცხლი, ან თქვენ დაინახავთ ცეცხლის ცოცხალ ცეცხლთან გამოსახულებას, დახატოთ სადმე ცეცხლის, თქვენი ფსიქიკაში ლოგიკური ისტორიული კავშირები, ან თქვენი ლოგიკური ისტორიული მე კითხულობს ამ გამოსახულების არსს და ამ გზით ადამიანი გებულობს თუ რას ნიშნავს ეს გამოსახულება. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ადამიანის შეხედულება, რომელმაც არ იცოდა ცეცხლი რა იყო, ვიდრე პრომეთე ჩამოუტანდა მათ ცეცხლს, ხო? და თქვენი შეხედულება ცეცხლის გამოსახულებაზე. ეს ხო განსხვავდება ერთი მეორესგან, ხო? ანუ ლოგიკური ისტორიული მე კითხულობს გამოსახულების, ცეცხლის გამოსახულების თელ ამ ისტორიულ ლოგიკურ შინაარსს, რომ პრომეთემ ჩამოუტანა და რომ ცეცხლი ცხელია და წვავს და ფიზიკა და ქიმია და მთელი ეს პროცესი ჩადებულია ამ გამოსახულებაში. მთელი ეს ინფორმაცია. ანუ არსებობს საგნის გამოსახულება და არსებობს ამ გამოსახულების შინაარსი. ცალკე აი ამ შინაარს, ამ მნიშვნელობას გამოსახულება არ გააჩნია. ჩვენ ინფორმაციას ვგებულობთ გამოსახულების მეშვეობით. შესაბამისად, ცეცხლი არის ფენომენი. ეს მაგალითად შეგვიძლია, ბევრი სხვადასხვა მაგალითები არსებობს, მაგრამ რომ გავაადვილოთ. აი, მაგალითად არსებობს ესეთი სურათი, ნახატია და ამ ნახატზე არაფერია მიმანიშნებელი იმისა, რომ ოთახში ცხელა. ბევრი ხალხი იმყოფება ოთახში და ერთ-ერთი ადამიანი ესე იწევს ამ საყელოს, ან რაღაც შარფი უკეთია და ამას ესე შეწუხებული სახით, ანუ ეს სიმბოლო მიმანიშნებელია იმისი, რომ ოთახში ცხელა. სხვა არანაირი არც თერმომეტრი, არაფერი. შესაბამისად, ეს სიმბოლო, ეს გამოსახულება არის ფენომენი. ასევე ხო, ანუ რა ვსაუბრობ ახლა ფენომენებზე. ფენომენები არის ცნობიერ მხარეში. ანუ ჩვენ სამყაროს ვაცნობიერებთ, ვგებულობთ, ვსწავლობთ ფენომენებით. იმიტომ გვჭირდება ახალი ფენომენები, ან და ამ ფენომენების დაზუსტება, რომ ჩვენ შევისწავლოთ, შემდეგ უკვე გადავიდეთ არაცნობიერის შესწავლაზე. ანუ ფენომენი იმყოფება აქ არის ცნობიერში. და ფენომენს გააჩნია მისი, ასე ვთქვათ, წინამორბედი. ანუ ფენომენი უკვე შედეგია. ჩვენს ირგვლივ რაც არის, ეს არის ფენომენოლოგია ადამიანის. ჩვენ რასაც ვხედავთ, ქმნით ეს ჩვენი შექმნილი სამყაროა, ხო? ეს ყველაფერი არის ადამიანის ფენომენოლოგია და თვითონ ადამიანი არის სულის ფენომენოლოგია. პირობითად ვთქვათ რა. ანუ ფენომენს გააჩნია მისი წინამორბედიც.
ეს არის ნოუმენი, ეგრეთ წოდებული ნოუმენი. ნოუმენი არის ფენომენამდე, ანუ მიზეზების სამყაროშია და აი ამ ფენომენალური სამყაროს შესწავლით, აი ამ გამოსახულებებში, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ნოუმენის მოძრაობას, რომელიც მოძრაობს ჩვენს არაცნობიერთან ერთად. და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, მიუახლოვდეთ ჩვენს არაცნობიერს და საკუთარ რეალურ ინდივიდუალურ იმ მეს, რომელიც აქტებს და რომელიც დაბლოკილია. ეს მაგალითად აი ნოუმენის ცნება შეგვიძლია შევადაროთ მდინარეში არსებულ აი დაფარულ სივრცეში, დაფარულ განზომილებაში არსებულ ენერგიას, რომელსაც ჰიდროელექტროსადგური გადაამუშავებს, შემდეგ რაღაც კაბელებით და მანქანებით და რუდუნებით მოყავს ჩვენთან სახლამდე, შემდეგ ჩვენ უერთებს ჩამთველს, შემდეგ ჩვენ ამ ღილაკს მივაჭერთ ხელს და ინთება შუქი, სინათლე. ეს ანთებული ნატურა არის ფენომენი. და აი ის ენერგია, რომელიც დაფარულ განზომილებაშია მდინარეში, მაგრამ არის, აი ის არის ნოუმენი. აი ესეთი შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ.